მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. სამშაბათია, საღამოს 6 საათი და ტრადიციულად ეს არის ბიზნეს ფეისი, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ბიზნესზე, ისე როგორც სინამდვილეშია. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო ჰედლაინი, თუ IT გაჩერდა, რამდენ წუთში გაჩერდება თქვენი ბიზნესი. მოკლედ ამ კითხვაზე სინამდვილეში რო გითხრათ, ბევრი მეწარმე გამცემდა პასუხს, რომ არ გაჩერდება. თუმცა მოდი წარმოვიდგინოთ ახლა, რომ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჩვენ გაგვეთიშა CRM-ი. არ ვიღებთ შეკვეთებს, ვერ ვამოწმებთ შეკვეთებს, ვერ წერთ ადამიანებს ვიზიტებზე, ვერ ვჯავშნით და ასე შემდეგ. მოდი წარმოვიდგინოთ, რამდენ ხან შეიძლება იფუნქციონიროს ასეთ მდგომარეობაში კომპანიამ. ამიტომ დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ბიზნესის ესეთ უხილავ ინფრასტრუქტურაზე, ანუ IT ტექნოლოგიებზე და ზოგადად IT-ზე. და ჩემი დღევანდელი პოდკასტის სტუმარი არის ავთანდილ ცაგარეიშვილი, კომპანია IT-Tech-ის დამფუძნებელი. მოგესალმები ავთო. გამარჯობა, სეგო, მაყურებელს. მე ორიოდე სიტყვით ვიტყვი, რა თქმა უნდა, თვითონ IT-Tech-ი ცნობილია ბაზარზე, ერთ-ერთი ლიდერი კომპანია არის ამ თავის ინდუსტრიაში და ცნობილი არის თავისი სერვისებით და ასე შემდეგ, თუმცა თითოეულ კომპანიას გააჩნია თავისი ისტორია. რომელიც გააჩნია დარწმუნებული ვარ მრავალწლიანი IT-Tech-ს. სხვათაშორის აქვე მინდა პატარა სიახლე გაგიზიაროთ, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი პროექტი იზრდება და ჩვენ გვყავს ახალი მეგობარი კომპანია IT-Tech-ის სახით, რომელიც შემოუერთდა ჩვენს პროექტს და გახდა ჩვენი ასე ვთქვათ ამ პროექტის მეგობარი კომპანია და პარტნიორი კომპანია, რომლის ეგიდითაც სხვათაშორის რამოდენიმე პოდკასტ შემოგთავაზებთ თვის განმავლობაში, რომელშიც იქნება უშუალოდ ჩართული IT-Tech-ის წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ ავთოც იქნება ჩართული თავადაც, თუმცა სხვა გუნდის წევრებიც იქნებიან ჩართულები. მოდი ავთო ალბათ დავიწყოთ, უფრო ნათელი რო იყოს ჩვენი აუდიტორიისთვის, ხო? ანუ თვითონ IT-Tech-ზე რო ვისაუბროთ, რა სერვისებით არის დღეს გამორჩეული ბაზარზე IT-Tech-ი და ზოგადად რაღაც პატარა პრეისტორია რომ მოყვე IT-Tech-ის შესახებ. კიდევ ერთხელ გამარჯობა, მივესალმები მაყურებელს. ცოტა IT-Tech-ის შესახებ რომ მოყვეთ. IT-Tech-ი 2011 წლიდან ფუნქციონირებს, ჩვენ უკვე 15 წელი გვისურვება საქართველოს ბაზარზე და 2015 წლიდან აქტიურად მონაწილეობთ IT ინფრასტრუქტურის მიწოდებაზე ბაზარზე, როგორიც არის სერვერები, ქსელები, კიბერუსაფრთხოება, სხვადასხვა გადაწყვეტილებები IT, ასევე კომპიუტერული ტექნოლოგიები და ქსელური ტექნოლოგიები. 2015 წლიდან დღემდე საკმაოდ დიდი გზა გავიარეთ, საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვეთ ქართულ ბაზარზე და მზადა ვართ, რომ დღეს შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ბაზარს მივაწოდოთ სრულყოფილი პროდუქტები და სრულყოფილი ბრენდირებული მოწყობილობები და ბრენდები, როგორიცაა Dell, HP. შეგვიძლია ეგ ავთო უფრო დეტალურად რო ვთქვათ, რომ უფრო გასაგები იყოს, ანუ კონკრეტულად რა მიმართულებაში ერთვება თქვენი კომპანია, იმიტომ რომ მე კი ვიცი, მე თვითონაც ჩემი კომპანია თანამშრომლობს IT-Tech-თან, ვიცი მიმართულებები, თუმცა თქვენ საკმაოდ მრავალფეროვანი მიმართულებები გაქვთ, მათ შორის სრული აუთსორსის მიმართულება, ხო? ანუ დაწყებული ინფრასტრუქტურის, თქვათ, შენებით, არქიტექტურით, ხო, და შესრულებით. მინდა რომ ამაზე გავამახვილოთ, ხო, ყურადღება აქ არ არის. ამაზე კიდე ცალკეთ ვისაუბრეთ, ხო? ანუ რა თუნდაც ბრენდების წარმომადგენელი არის IT-Tech-ი საქართველოში. თუმცა გავამახვილოთ უფრო ყურადღება კონკრეტულ, ასე ვთქვათ, საქმიანობაზე კომპანიის. ჩვენ კომპანიას მრავალპროფილური მომსახურება აქვს, როგორც სერვერული, ქსელური ინფრასტრუქტურის, მიწოდება, ასევე დანერგვა სრულად და გამართვა, ასევე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით დავიმატეთ. ასევე გვაქვს IT აუდიტი, სადაც ჩვენ ვაკეთებთ ტესტირებას ტექნოლოგიის კომპანიის მის ხარვეზებს აღმოჩენას, მერე რეკომენდაციების დაწერას, ასევე აუთსორს ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ეს უკვე ცალ-ცალკე პროფილებით არის და ცალ-ცალკე მიმართულებებით მოძრაობს, ცალ-ცალკე გუნდებით. აუთსორსში მიგულისხმება მთლიანად ინფრასტრუქტურის აღება, როგორც ქსელური, ასევე სერვერული ინფრასტრუქტურის აღება. და ასევე რა თქმა უნდა უშუალო მომსახურება კომპანიებზე, ელემენტარული პრინტერის და რა ქვია Windows-ის გამართვის პრიმიტიული კი ბატონო, ხო, ყველაზე მინიმუმი, ჩვენ შემთხვევაში აუთსორსის შემთხვევაში არანაირად არ ჭირდება, კომპანიას დამატებითი IT კვალიფიცირებული თანამშრომელი, როცა ჩვენ უკვე ვიბარებთ მაგ იმას. ასევე არის მიმართულებები, სადაც უშუალოდ მარტო ინფრასტრუქტურას უყურებთ, სერვერულ და ქსელურ ინფრასტრუქტურას. მოგეხსენება ძალიან ძვირი სიამოვნება არის დღეს IT ინჟინერის და ქსელური ინჟინერის და
სისტემური ინჟინერის ყოლა კომპანიაში, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში ანუ ამ სერვისებს თავაზობთ მომხმარებლებს და ანუ საიმედო ხელში არიან. ვინ არის აი თქვენი ძირითადი ასე თქვა დამკვეთი პარტნიორი, ხო? ანუ ეს არის მსხვილი კორპორაცია, ეს არის საშუალო ბიზნესი, მცირე ბიზნესი, ხო? ანუ აი ვის ეხმარებით კონკრეტულად თქვენ ახლა? იცი რა არის, ანუ კონკრეტულად კომპანიებზე ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ანუ შეგვიძლია ინდუსტრიები, ხო, ინდუსტრია ჩვენი მიმართულებით არის საკმაოდ მსხვილი შესყიდველები არის რიტეილის მიმართულება, სახელმწიფო მიმართულება, როგორც დიდი კომპანიები, ასევე პატარა კომპანიებს ვაკეთებთ მომსახურებას და ინფრასტრუქტურის და სერვისის მიწოდებას, ანუ საკმაოდ ფართო არის ესე კონკრეტულ მიმართულებაში და კონკრეტულ სეგმენტში არა ვართ, ანუ საკმაოდ გაშლილია ჩვენი სეგმენტი და საკმაოდ ფართო არის. 2011 წლიდან ვოპერირებთო, ხო? საკმაოდ ბევრი წელია გასული. აი შენი დაკვირვებითო თუ რა, ანუ რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში თქვენს ინდუსტრიაში? ძალიან ბევრი რამე შეიცვალა 2011 წლიდან დღემდე, ანუ ვაფშე რადიკალურად გაიზარდა IT ჩვენთან და სხვადასხვა პარტნიორებთან რო გვაქვს ურთიერთობები და ანუ რო გვაქვს ლაპარაკი ჩვენს მომწოდებლებთან აღუნიშნიათ რომ საკმაოდ ტექნოლოგიურად გაზრდილია საქართველო რა. ალბათ იმიტომ რომ ანუ პატარა ქვეყანა არის და უფრო ადვილი არის ამ ინფრასტრუქტურის და მების შეცვლა რა. ხა არის ქვეყნები, სადაც ჯერჯერობით ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ჯერჯერობით ძერ კიდევ DSL-ზე მუშაობენ რა. ანუ მე თვითონ ვარ გადაყოლილი და მენახი ამ შემთხვევაში ძალიან გაზრდილი არის საქართველო, როგორც შეგნება ბიზნესის, ასევე ტექნოლოგიურადაც, ანუ მზად არიან რომ დაიხარჯონ ჩვენი დღევანდელი მომხმარებლები. ისე თუ ეს აი მაინც როგორ შეაფასებდი, ალბათ უფრო აი საშუალო და მცირე ბიზნესის მიმართულებას, ხო? ანუ აი თქვენი მიმართულებით რა, ანუ რამდენად დაცული ინფრასტრუქტურა აქვთ თუნდაც, ხო? ანუ რამდენად რეალურად იმ ყურადღებას აქცევენ, რომელსაც იმსახურებს IT, ხო? ხო, ამბობენ ახლა ყველაფერი კარგად რო არის, მაშინ IT არავის არ ახსენდება, ხო? მაგრამ როგორც კი პრობლემა ჩდება, მომენტალურად ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ხდება რა, ანუ კომპანიაში. იცი რა, როცა ვაფშე ლაპარაკობთ IT ინფრასტრუქტურაზე, ძალიან ბევრი ამას აღიქვამს, როგორც ქსელი, კომპიუტერი და ინტერნეტი. თუმცა IT ინფრასტრუქტურა არ მოიცავს მარტო ქსელს და ინტერნეტს, IT ინფრასტრუქტურა არის დისტრიბუცია, ბუღალტერია, კომუნიკაცია მომხმარებელთან, საკმაოდ ფართო მცნება არის IT ინფრასტრუქტურა დღეს, ვიდრე მარტო კომპიუტერი და ინტერნეტი. და ზოგი აღიქვამს ამას როგორც ინტერნეტი და კომპიუტერი. და ძალიან ბევრს ესმის. მაგრამ ზოგი იცი როგორ აღიქვავს, რომ მე ხა ვიცი, ესეთი ბიზნესებიც ხო, პატარა ბიზნესებზე მაგ ძირითადად საუბარი, რომ ანუ თავიდანვე რაღაც ალბათ ცნობიერების პრობლემაც არის და ზოგ შემთხვევაში გონია თუ რაღაცა ძალიან ძვირ, ასე ვთქვათ, რაღაც ძალიან დიდ ბიუჯეტებთან არის დაკავშირებული იმისათვის, რომ გარკვეულწილად თუნდაც მცირე ბიზნესმა გამართოს ეს თავისი ინფრასტრუქტურა, ხო? ხო, ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ანუ მიდგომა გააჩნია, ანუ ბიზნესს როგორ აქვს IT სტრუქტურას. ან IT ინფრასტრუქტურა დღეს არ არის ხარჯი, IT ინფრასტრუქტურა დღეს არის ინვესტიცია, რომელიც იხარჯება მომავალში, რომელიც იხარჯება საიმედოობაში, რომელიც იხარჯება უწყვეტობაში და ბიზნესის გამართულობაში. ანუ დღეს ანუ მით უმეტეს AI-დან წამოსული ბიზნესიდან IT ინფრასტრუქტურა და IT მიმართულება უფრო გადავიდა ბიზნესის სტრატეგიულ ნაწილად, ვიდრე კომპიუტერი და ინტერნეტი. აბსოლუტურად მოყვები რა, ეხლა ჩემ კომპანიაშიც K-Call-შიც ყოველდღიურად გვაქვს ფაქტიურად შეხება აბსოლუტურად განსხვავებული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და ზუსტად ხედავთ, რას ნიშნავს დღეს ბიზნესისთვის, მოდი ესე ვთქვათ, ხო, უწყვეტი კომუნიკაცია და ესეთი ტექნოლოგიური პროცესები, ხო? ანუ რას ნიშნავს და რამხელა როლი აქვს ამ ყველაფერს და რეალურად მოდი ესე ვთქვათ, რა, ანუ ყველა ბიზნესი დღეს არის ძალიან დამოკიდებული ამ ტექნოლოგიებზე და IT-ზე. აი ესეთ გადასვლას გავაკეთებ ამ ყველაფრიდან, ხო? დღეს არსებობს უკვე, ანუ საკმაოდ აპრობირებული მეთოდი, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ხო? რომელშიც თქვენს ხარ წარმოდგენილები, ეს არის აუთსორსინგი, ხო? ანუ გარკვეული ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი. შეგვიძლია ისეთი რაღაცა ვთქვათ, რომ აი როდის სჭირდება კომპანიას, აი ხა შენი გადმოსახედიდან, ხო? ამდენი წლის განმავლობაში გაქვთ აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროებთან ურთიერთობა. როდის სჭირდება შენი გადმოსახედიდან, შენი რეკომენდაციით კომპანიას IT-ის აუთსორსინგი? IT outsourcing
ცოტა ფართო მნიშვნელობა აქვს ახლა ამ კითხვას, ანუ სპეციფიკიდან გამომდინარეობს ეს, როდის შეიძლება დაჭირდეს კომპანიას IT აუთსორსი. შეიძლება დაჭირდეს, ანუ რა თქმა უნდა, დასთან ერთად უკვე ყველა ვარიანტი ჭირდება IT აუთსორსინგი კომპანიას. ან შენ ამბობ, რომ ამ შემთხვევაში თანამშრომლის ყოლას ურჩევნია, რომ აუთსორსზე გავაკეთოს. რა თქმა უნდა, ბევრად იაფი გამოდის, ანუ რაღაც დონეზე შეიძლება მივიდეს კომპანია და მაგ დროს უკვე აუთსორსი საპორტის დონეზე არ იყოს, ანუ IT საპორტის დონეზე არ იყოს ეფექტური, თუმცა ჩვენ გვყავს დიდი კომპანიები, სადაც აუთსორს ვაკეთებთ ინფრასტრუქტურის მიმართულებით და დღემდე, ანუ საკმაოდ წარმატებით ვაკეთებთ ამ იმას. თუმცა IT აუთსორსის საჭიროება ბიზნესის დასთან ერთად მნიშვნელოვანია რა და აუცილებელი არის, ანუ თუ მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს ალბათ აი დასაწყისშივე შეიძლება კი არა და ალბათ აუცილებელია ჩემი აზრით, იმიტომ რომ კომპანია რო ყალიბდება, ხო? აი, როდესაც პირობითად მეც ვაკეთებდი ხო კომპანიას, ანუ ყველა თანამშრომელი მყავდა insource. თუმცა მე დავიწყე სეპარაცია, ხო? ანუ არა ესეთი core მიმართულებების გატანა დავიწყეთ აუთსორსზე, რაც გაცილებით დიდ ეფექტს მაძლევდა. და ამ შემთხვევაში, ანუ IT-ის მიმართულებაში, ხო, ახლა ხშირად რა ხდება მცირე კომპანიაში, რომ იქ ვიღაცა მეგობარი ყავს, ვისაც ესმის და რაღაცა IT-ში, ხო, იქ ვიღაცა მოვა ხოლმე რაღაცაში დაეხმარება, შეიძლება მე ისეთი რაღაცა შეცდომა დაუშვას, ან უბრალოდ არ იცოდეს, ხო, შეიძლება ეს კვალიფიკაცია არ ქონდეს, რომელიც გაცილებით ძვირი დაუჯდება, ვიდრე ყველაზე ძვირადღირებული აპარატურა, რომ დაემონტაჟებინა თავის, ასე ვთქვათ, სასერვეროში, ხო? კი ბატონო, ზოგადად ინვესტიციები IT სისტემებში ინვესტიციების დაზოგვა უფრო ძვირად უბრუნდება ბიზნესს, ვიდრე ის დაждდებოდა. ეს ხო, მეგონი აქ ცოტა ისეთია რა, ანუ დაზოგვა ესე ტექნოლოგიაზე, ანუ თავარზე, რომელზეც დგას მთელი ბიზნესი, ხო? ანუ ნებისმიერი დეპარტამენტი შეიძლება გაჩერდეს რა, მაგრამ ნუ თუ წარმოიდგინე თუ IT გაჩერდა, ხო, იქ ბუღალტერია გაჩერდა, ყველა პროცესი გაჩერდა, ანუ ფიზიკურად რიტეილი ვერც გაყიდის პროდუქტს, ხო? კი ბატონო, აი ხა ჩვენი პოდკასტის დასახელება არის, რომ ანუ რა დაემართება თუ IT გაჩერდა კომპანიას, ხო და ანუ მაგის კითხვას ახლა აქედან გამომდინარე შევატრიალებდი, სად არის თუ არა კომპანია იმისთვის რომ IT არ გაჩერდეს და რეალურად IT-ის გაჩერება, ანუ დროის მომენტი არის, როდის გამოიწვევს ბიზნესის წყვეტას. ანუ შეიძლება ეს იყოს 5 წუთი, შეიძლება ეს იყოს 9 საათი, შეიძლება იყოს 1 დღე, თუმცა რაღაც მომენტში ყველა ბიზნესი IT-ზე დგას. და ამ შემთხვევაში წყვეტა ყველა ვარიანტში იქნება. სრული პარალიზება. კი ბატონო, პარალიზება გარდაუვალია მით უმეტეს დღევანდელ გაციფრებულ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, აი ეს უწყოდება რო არ გამომდეს და ამ ყველაფერს ეს ყველაფერი რო დავაჯამოთ, აუთსორსი აუცილებელია. აუთსორსი აუცილებელია, სხვათა შორის აუთსორსი დღეს ჩვენი მომხმარებლები უცხოური კომპანიები უფრო არიან და იქ უფრო არის პოლიტიკა და იქ უფრო არის კულტურა, რომ IT აუთსორსი იყოს გატანილი ყოველთვის გარეთ და ანუ პასუხისმგებლობა იყოს გარეთ, მომხმარებლები იყოს შიგნით დაცული და ანუ ძალიან ბევრი კრიტერიუმები აქვს ხელშეკრულებაში ჩადებული. თუმცა ჩვენთანაც მოდის ეს ტენდენცია, რომ ანუ ბიზნესი ფიქრობს, რომ ანუ არ უღის IT-ზე დაიხარჯოს და გაიტანოს ყველაფერი ამ შემთხვევაში აუთსორსზე და აუთსორსმა მიხედოს უკვე ამ ყველაფერს რა. მათქო სხვა ფაქტორებიც არის, მაგალითად არის როგორც არის კონფიდენციალობა, მაგალითად, რომელსაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ კომპანიები, ხო? ანუ როდესაც რაღაცა მით უმეტეს, როდესაც IT-ზეა საუბარი, ხო? ანუ აი რამდენად არის პირობითად ეს რაღაც ერთი წინაპირობა პირობითად დღეს კომპანიებისგან და როგორ იცავთ ამ კონფიდენციალობას? რა მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვას ალბათ პირველივეს გისვამენ კომპანიები. IT კონფიდენციალობა 100% დაცული არის ჩვენ შემთხვევაში, ზოგადად IT აუთსორსის შემთხვევაში და მაგიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უბრალოდ მომსახურების მიწოდებას ვაკეთებთ, ანუ ძირითადად ანუ რაღაცა კონფიდენციალურ ფაილებთან წვდომა არც გვინდა და არც უყურებთ. შეიძლება ჩვენ ბაზასთან გქონდეს წვდომა, როგორც ბაზასთან, ბაზის ერთეულთან, ფაილთან და არა რაღაცა კონკრეტულ დოკუმენტებთან რა. ანუ ჩვენი პოლიტიკაც არის, რომ ანუ ჩვენ არ უნდა შევეხოთ ჩვენ რაღაცა კონკრეტულ თუნდაც შეიძლება ფინანსურ პროგრამას, რომელსაც ფინანსური პროგრამის აუთსორსი აქვს რა და ანუ მაქსიმალურად, თუმცა შეგვიძლია, ანუ არის მოთხოვნა, რომ ანუ ჩართულები ვართ ამ ინფორმაციებში. დღეს, თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ ეს დატა, რაც კომპანიაში არსებობს, იყოს დაცული და იყოს შენახული რა. ხშირ შემთხვევაში
ბიზნესის 80% დატას დადახეს ბიზნესის დატა არის, კონტაქტები, მეილები, ინვოისები, აფასებს მაშინ როცა უკვე ისინი დაკარგვის საფრთხე დგება. და მე რეიწყებ შეფასებას, რომ თუმცა თუ რა ღირებული ყოფილა ეს კონკრეტული დატა და ამიტომ მაგას ამდიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ, ანუ სრულად მექანიზმის ჩამოყალიბებას, როგორ უნდა მუშაობდეს IT მიმართულება ჩვენ შემთხვევაში და კონკრეტული ინდივიდუალური კომპანიიდან გამომდინარე და უკვე ამ პოლიტიკის შედგენის შემდეგ უკვე ვიწყებთ ინფრასტრუქტურის აწყობას და პოლიტიკის აწყობას, უსაფრთხოების პოლიტიკის აწყობას კონკრეტულ კომპანიაზე. ისე საშუალო ბიზნესი გვისმენს ახლა ხო? და ანუ აი კონკრეტულად საშუალო ბიზნესისთვის მაგალითად რა პრობლემა შეიძლება მოიხსნას, აი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის თქვენგან ხო? და პირობითად რა არის ის მინიმალური ბიუჯეტები თუნდაც ხო, რომელთაც შემიძლია ვითანამშრომლო IT ტექთან. თუ არ არის რა თქმა უნდა რამე კომერციული საიდუმლოება. არა, კომერციული საიდუმლოება ნამდვილად არ არის, ანუ ბიუჯეტის განსაზღვრა, უბრალოდ იმდენად სპეციფიკური და ინდივიდუალური არის, დამოკიდებული არის მოწყობილების რაოდენობაზე, რა ინფრასტრუქტურას ფლობს, რა მოცულებია, რა პასუხისმგებლობის აღება უწევს კომპანიას და ანუ ინდივიდუალურად ითვლება. თუმცა შეიძლება პატარა კომპანიისთვის, ანუ 2000 წლიდან დაიწყოს ყოველთვიური გადასახადი და ზევით წავიდეს უკვე ეს მომსახურების შეთავაზება. და ეს გულისხმობს მაგალითად 24 საათიან საპორტს ბიზნესის. რა თქმა უნდა, ჩვენ 24 საათიანი საპორტი გვაქვს და ანუ თუ ბიზნესი მუშაობს 24 საათი, ჩვენ რა თქმა უნდა 24 საათი მზადა ვართ გავუწიოთ მათ მომსახურება ნებისმიერი ჩართულობით. ავარიული გათიშვა არის ეგეთ შემთხვევები რა. SLA რასაც ეძახიან ჩვენთან რეაგირების დრო, ანუ არის კონფერმი, სადაც ჩვენ გვაქვს 1 საათი, 9 საათი რეაგირების დრო, ანუ ესეთი კრიტიკულ სისტემებში. ისე საინტერესო ეხლა გამახსენდა რომ ანუ აი 24 წელს ეხლა 1 მარტს ხო და ჩვენ ხშირად საუბრობთ ხუთშაბათობით ამ თემაზე საქართველოში მიიღეს კანონმდებლობა ხო ეხლა მონაცემთა დაცვა დამუშავებასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ეგ დიდი ხანია მიღებული ეს. თუმცა ამან რაღაც გარკვეული ბიძგიც მისცა ხო და უკვე ვალდებულება გახდა ეს ყველაფერი და არ გახდა რაღაც ნებაყოფლობითი ხო რამაც ავტომატურად პირდაპირ გავლენა მოახდინა უკვე IT კომპანიებზე, იმიტომ რომ ნუ რეალურად დღეს ნებისმიერი ეს მონაცემ დაცვა IT ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია. შეუძლებელია. აი თუნდაც აი ამ 2 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა მოთხოვნა ასე ვთქვათ აი ამ IT მიმართულებაზე ან სერვისებზე, ან თუ შეგვიძლია პირობითად გავაკეთოთ ამის დივერსიფიცირება, ხო? ანუ რაზე გაიზარდა მოთხოვნა, რაც აქამდე არ იყო. მოთხოვნა დატაშეთან, ანუ ინფორმაციის შენახვაზე რა თქმა უნდა გაიზარდა. რადგან კანონმდებლობა ავალდებულებს კონკრეტულ კომპანიებს, რომ თუ ფლობს სხვა ფიზიკური პირის ინფორმაციას, როგორც პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი, მას აქვს ვალდებულება, რომ კონკრეტულ პირობებში შეინახოს ინფორმაცია. კონკრეტულ სერვერზე, კონკრეტული ბექაპირების რეზერვირების მეთოდით და კონკრეტული ქსელური დაცვის მეთოდოლოგიით. რა ეს ვალდებულება აქვს. ასევე მოთხოვნა გაიზარდა და იზრდება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. კომპანიებს აქვს ვალდებულება გააკეთოს IT აუდიტები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ IT. ეს ამი კონკრეტულ ინდუსტრიებს და დარგებს აქვს ეს ვალდებულება. კი, ანუ არის კატეგორიები კომპანიების, რომელსაც აქვს ეგ ვალდებულება, რომ გააკეთონ ანუ შიდა და გარე აუდიტი რა და მერე გამოასწორონ ეს რა ქვია პრობლემები რა. ამ მიმართულებით ძირითადი ზედა ეხლა კიბერუსაფრთხოებით და კიბერუსაფრთხოებაში არის კი. და ქსელურ სისტემებში არის ასევე ზრდა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია კიბერუსაფრთხოებასთან და კონკრეტულ მოთხოვნებთან, რომელიც სხვათა შორის ევროკავშირის კანონთან მიახლოებასთან არის ეს ყველაფერი, ანუ ეს კანონები რა, რაც ეხლა მიღებული არის და აქედან გამომდინარე უნდა არ უნდა, ანუ ბიზნესს ხანდახან როგორი ამბავი არის, იცი, ანუ ბოლო მომენტში უნდა ხოლმე რაღაცა კონკრეტული მიმართულების დანერგვა, როცა უკვე მოთხოვს ამას რეგულირების ორგანო შესაბამისი და უკვე ცოტა იწელება ხოლმე, იმიტომ რომ თვითონ მოხდა ძალიან მოწოდების დროებში ძალიან გაფრინდილი არის ყველაფერი, რამე IA-ისგან გამომდინარე ამოატრიალა ყველაფერი და ისეთი მოწოდების პერიოდები არის უკვე ინფრასტრუქტურებში, რომ
არ ვიცი. რა შეცვალა AI? მეტი AI მე რაღაცა შეცვალა, ძალიან ბევრი რაღაცა გაამარტივა. მით უმეტეს IT მიმართულებით გაამარტივა ბევრი რაღაცეები და ტექნოლოგიების მიმართულებით. მაგალითად, ანუ მონიტორინგი, Excel-ის მონიტორინგი რო ავიღოთ ელემენტარულად რა, ანუ იჯდა Excel-ის ადმინი და ლოგებს უყურებდა, გინ სერვერის მონიტორინგი, ხო? ხელით აკეთებდა? ხელით აკეთებდა ლოგების ჩამოთვლა, ლოგების დათვალიერება, სად რა ხდება, როგორ ხდება. დღეს ამას ყველაფერი AI აკეთებს და თვითონ აკეთებს იდენტიფიცირებას საეჭვო მოძრაობის. ან საეჭვო ტრანზაქციის, ან საეჭვო ანუ ეს პოზიცია გაქრა? არა. ამ შემთხვევაში ეს პოზიცია ვერ გაქრება და არ გაქრება. უბრალოდ საბოლოო ჯამში მაინც ადამიანმა მოახდინოს რეაგირება. ინსტრუმენტია, მოდი ესე ვთქვათ ადამიანისთვის რა. კი, ანუ კი, საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტია და ზოგადად AI მივთვლი რომ საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტი იქნება ადამიანს. რაღაცები შეიძლება გააქროს და გააქროს აუცილებლად რა. ნუ ეთქვი ბოლო-ბოლო პოდკასტზე მივდივარ და დამიწერე რაღაცა და დაგიწერს. ამაში დაგეხმარება, ხო, ამაში დაგეხმარება. კი, შპარგაკას მოგცემს, მაგრამ ჩვენს მაგივრად პოდკასტს ვერ გააკეთე. თუმცა Google Note-მა ისეთი პოდკასტი გავაკეთებინე, რომ აი ვერავინ ვერ მიხვდა, რომ AI-ს გაკეთებული პოდკასტი იყო. ხო. თუმცა მე ახლა არ მგონია, რომ ჩვენ პოდკასტს ჩაანაცვლებდა AI. ვერა, ჩვენსაც ვერა. მინიმუმ ემოცია არის. კი, მინიმუმ ემოცია მან და არ არის. ჯერ არ არის ყოველ შემთხვევაში. ნუ სანამ გაჩნდება ჩვენს დავიხვეწებით, ჩემო. კი, ბატონო. IT-ში ძალიან შეგვიცვალა AI-ი, მდგომარეობა, გაგვიადვილა, დაგეგმვა, სტრატეგიული დაგეგმვა, სტრატეგიული მსჯელობა და უფრო სწრაფი გახადა რეაგირების დრო ვიდრე იყო. შეიძლება რაღაცაზე რეაგირების დრო ყოფილიყო შემოტევაზე რეაგირების დრო ყოფილიყო, რა ვიცი, 2 დღე სანამ ვიღაცას კომენტაზე არ დაარტყამდა, იქ დღეს შეიძლება ეს დავიდეს, რავი, 2 წუთამდე, 3 წუთამდე და არც კი რა, ანუ ეგრევე ალარმი არის რაღაცა ნებისმიერი მიმართულება. ეს ხა ერთ-ერთი მიმართულება, რაც ახლა კლიენტის ხარეს როგორ არის ამ შემთხვევაში? ანუ აი რამდენად გააქტიურდნენ იმაში, რომ აი პირობითად მოგმართავენ, რომ გვინდა დღეს დავნერგოთ პროცესებში პირობითად AI. კი, ძალიან გააქტიურებულია დღეს ჩვენ ერთ-ერთ ძალიან დიდ კომპანიასთან, ბანკთან ვნერგავთ AI-ის სერვერები და ინფრასტრუქტურა ჩამოვიტანეთ. უპირველესად მალე ჩამოდის და ჩაუშვებთ უკვე და არის მომართვიანობა საკმაოდ დიდი რა. AI-ის შიდა სივრცეში გაზრდისთვის. AI-ის ბევრი მინუსებიც აქვს, ანუ აქ ინფორმაციის გაჟონვაც არის უკვე AI-ში. მან ძალიან ბევრი კითხვა მაქვს მე პირადად, მაგალითად, ოღონდ მე მგონი ამისთვის არ გვეყოფა ეს პოდკასტი. ამაზე შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ, იმიტომ რომ AI ძალიან დიდი თემაა და მით უმეტეს ანუ მეც ისეთ დარკში ვარ, სადაც ანუ კონფიდენციალობას აქვს ძალიან მაღალი ფასი, ასე ვთქვათ რა და აი მანდ შესაძლოა ბევრი კითხვა იყოს. კი ბატონო, თუმცა მოთხოვნა გაზრდილია. ჩვენ თუნდაც ვდით AI-ს დღეს, ანუ სერვერი გაშვებული ყავს და თან ისტერიულად ვზრდით თუ ასე. ზოგადად დღეს ყველა ვზრდით, თელესოფია ზრდის AI-ს. საკუთარი AI-ების გაზრდა არის დღეს ძალიან აქტუალური და ჩვენ ჩართული ვართ მაგ იმაში, ანუ თუმცა ეს AI ხო მაინც სადღაცას დევს. არა, AI შეიძლება იყოს ლოკალიზებული, ანუ ვაფშე ძალიან პრობლემოთ იყოს ლოკალიზებული და უშუალოდ კომპანიის სერვერზე იზრდებოდეს და ანუ არ ქონდეს გასვლისუფლება, თუ არ თქონდა არ მიცემა გასვლისუფლებას და ამუშავებდეს მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის ინფორმაციას. ჩვენ შემთხვევაში ახლა ჩვენ ანუ ექსპერიმენტად ვდით, საკმაოდ დიდი რესურსი დაიხარჯა, რომ ანუ გაგვეშვა ჩვენთან კომპანიაში და სწავლობს ახლა ზარებს ვასწავლით, რომ ანუ საექსპერიმენტოდ მერე გავაკეთებინოთ გაყიდვების მიმართულები ზარები. და ძალიან საინტერესო იქნება, ძალიან ველოდები ჩემი ინჟინერებისგან ამ იმას როგორ ძარს გააკეთებს პირველს და შეთავაზებას. მე განსაკუთრებით მაინტერესებს ეს ხვდები, ხო? კი, ძალიან საინტერესო არის გაყიდვების მიმართულები ზარებს გავაკეთებინოთ, რავი. იზრდებაო და მართალად თუ გინდა ტექნიკურ შესახარ, მაგრამ მე ვერ ვკვებდა რომ იზრდება რა შევა, რანაირად იზრდება მეთქი და იზრდებაო. ზარებს უგზავნითო და რავი, აი მეც ველოდები და აუცილებლად გაგიზიარებთ. კი, ანუ მეც ვფიქრობ, რომ გარდაუვალია რა ფაქტიურად ნებისმიერ დარკში გარდაუვალია დღეს, რომ ანუ ეს ინსტრუმენტი, მოდი ესე დავარქმევ რა, რო არ კონდეს დანერგილი დღეს, უბრალოდ ძალიან ბევრი პროცესი ჩამორჩები და უბრალოდ იქნები ყოველთვის ბოლოში რა. კი ბატონო, ეს იცი როგორი მომენტია? Windows-ი რო გამოვიდა და Excel-ი და ის რო გამოვიდა და ანუ ბუღალტერია რო Excel-ში გადავიდა და ბუღალტრებმა და ფინანს სისტემა რომ არ მიიღეს ეს ტექნოლოგია და მე უცებ უმუშევრები დარჩნენ, ხო?
კომპიუტერულ ამბავში, ანუ ისევ წიგნებზე დარჩენ, ზუსტად იგივე არის დღეს AI-ის მიმართულება, მაინც გავაგზელეთ. ხდება, იმიტომ რომ მდიანად აქტუალურია. ეს ეგ მომენტია, ან იღებ ან არა, ან იმუშავები ან არა. თუ არ იმუშავები, ჩვეულებრივად, ანუ რა ალბათ 10 წელიწადში ჩვენი შვილები გვეტყვიან, რომ დინოზავრები ხართ. ჯობია რა, აუყვეთ ამ ტენდენციას. კაი გენაცვალე, მოკლედ, ავთო, მე ახლა ესეთი პატარა თამაში მინდა შემოგთავაზო. შევაფასოთ საქართველო. რა სიტყვი? შევაფასოთ? არ მომიმზადები ხარ. საქართველო. მოკლედ, 10 ბალიანი სისტემით შევაფასოთ ქართული ბიზნესის IT მზაობა. ქართული ბიზნესის IT მზაობა ჯამში თუ მიმართულებების ჯამში ალბათ 1-6, ან კიდე ბევრი არის ჩვენთან. 6 კი მაქსიმუმი არის. ის 4 რაში დაგვაკელი? ბევრი კომპანია არ არის რაღაცებისთვის მზად, ანუ თუმცა, ანუ არიან კომპანიები, რომელთაც ანუ სტრატეგია და აქვთ ის რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრი მოხალისეებთან გვაქვს, ანუ ურთიერთობა და ამ ეტაპზე მე მგონი რომ ცნობიერების პრობლემაა ავთო რა და ცნობიერების პრობლემა არის კი. აი ჩვენი ამ პოდკასტებით მე მგონი რომ აი ამ ცნობიერების გაზრდასაც მოახერხებთ. კი ბატონო, ეგ მომენტი არის. დღესდღეობით ანუ მე ძალიან მიადვილდება, ანუ ბიზნესთან საუბარი და ძალიან მიადვილდება რომ ანუ აქ მივიღო ცოტა ანალიზი, იმიტომ რომ 15 წელი IT-ში ვიმუშავე. სანამ ბიზნესს დავიწყებდი და ანუ ზუსტად ვიცი რა ხდება IT-ში, ზუსტად ვიცი რა ხდება ბიზნესში და ზუსტად ვიცი რატომ არის ეს ყველაფერი საჭირო და იმიტომაც იცი რომ რა ხდება ბიზნესში, იმიტომ რომ IT-ში მუშაობ ამდენი წელი. კი ბატონო, ანუ და ძალიან ადვილი მისაწოდებელი არის ამ შემთხვევაში მოხარებულთან რომ ანუ რატომ არის აუცილებელი და კონკრეტული პრობლემებით უნდა ელაპარაკო და თუმცა ჩვენთან გვაქვს ახლა ანუ 600-ზე მეტ კომპანია, აქტიური 600-ზე მეტი კომპანია არის ჩვენ პორტფოლიოში. ახლა აქტიური ვისაც ემუშავებთ, ხო? კი, ვისაც ემუშავებთ აქტიურად და არის ის მომენტი რომ ანუ დღეს მაინც IT არის ხარჯი და არა ინვესტიცია. თუმცა ესე აღიქმება. კი, არის. არის კომპანიები რომელსაც ანუ ოღონდ რაღაცა შეთავაზე და მზად არიან გადაიხადონ ეგ ყველაფერი. ეხა ძალიან ბუმი არის, ანუ შევეხები ჩვენ ახლა ანუ სხვადასხვა მიმართულებში ვართ ჩართული, როგორც აღნიშნე, ერთ-ერთი არის ირთელი მიმართულება და ძალიან კარგი გადაწყვეტილება ავიღეთ და კონტრაქტი ავიღეთ ფასმაჩვენებელზე, ელექტრონული ფასმაჩვენებელზე, ელემენტოდ ხო, ანუ ინფრასტრუქტურასა და ქსელს შორის, ანუ ესეც აგვაქვს. ცალკე ჯგუფი მუშაობდა, ცალკე მიმართულება არის, იმიტომ რომ ახლა რიტეილი საკმაოდ ძლიერი ვარი ჩვენთან რიტეილის მიმართულება. ჩაშვებული არის, კი, რამოდენიმე პროექტი გაყიდული არის და ძალიან დიდი მოთხოვნა არის დღეს. ანუ აი ეს დაზოგვის ამბავი, საოპერაციო ხარჯების ამბავი, კადრების პრობლემა, რომელიც დღეს არსებობს ბაზარზე, ხო? გამოიწვია ის, რომ ანუ რაღაცეების ავტომატიზირება ბიზნესმა დაიწყო. ისედაც დაწყებული აქვს ბექში, მაგრამ ეხლა რაღაცები მე მგონი გარდაუვალია. გარდაუვალია. ფასმაჩვენებლების გარდაუვალია ამ შემთხვევაში, უცებ გადახვევა რო გავაკეთოთ. ძალიან გარდაუვალია საქართველოს ფასმაჩვენებლების ელექტრონული ფასმაჩვენებლების განთავსება. ანუ ეხლა თქვენ შეიძლება მოგმართონ ამ თემაზე კომპანიებმა, ხო, რიტეილმა შეიძლება მოგმართონ ნებისმიერ. საკმაოდ დიდ კომპანიებთან მუშაობთ ეხლა ამ ეტაპზე, რა ვიღაცებთან მოლაპარაკებების დონეზე ვართ, ვიღაცებთან ეგ არც ვიცოდი. დანერგვის დონეში ვარ, დანდუნის პროცესში ვართ, თუმცა მომართვენობა ძალიან მაღალი არის. მომართვენობა არის ძალიან მაღალი რა და იმიტომ რომ თან ეს ყველაფერი უწყობს ხელს რა. ძალიან კარგი. შვენიერი. ციტი დაიხას. გავაგზავნოთ, ხო? შევაფასოთ საქართველოს ამჯერად კიბერუსაფრთხოებაში. კიბერუსაფრთხოებაში ძალიან სამწუხარო ამბავი გვაქვს, კიდევ უფრო ნაკლებს დაუწერდი, იმიტომ რომ კიბერუსაფრთხოებაში უფრო ნაკლებად იხარჯება დღეს ქართული ბიზნესი ვიდრე ინფრასტრუქტურაში რა. 5 ალბათ. 5. კი. ანუ რაღაცა სეგმენტებით, ბანკები და ფინანსური სეგმენტებიდან გამომდინარე ეს ქულა თორე სხვა მიმართულება ხო სხვა სეგმენტი ისევ და ისევ ფაქტის ნაშრომი უნდა დგეს რომ რაღაცა ისევ და ისევ ცნობიერების ამბავი. კი, ანუ საკმაოდ ბევრი შემთხვევა ხდება საქართველოში, სადაც ძალიან დიდი თანხების მითვისება ხდება აი ამ კიბერშემოტევებიდან გამომდინარე ეს მეილი იქნება თუ ტრანზაქციები იქნება ისე თუმცა ანუ ეს ყველაფერი საჯარო არის ინფორმაცია ვერც მე ვეგასაჯარო თუმცა მეც მაქვს არამოდენიმე კომპანიებზე საკმაოდ დიდ თანხებზე არის ხოლმე საუბარი და ანუ ეგეც უკვე ფაქტი არის რომ ანუ დაეჯახება და მეორე პრობლემა არის და თუმცა ანუ არის შემთხვევები როცა
ეს ზარალი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ინფრასტრუქტურა დაждდებოდა, მაგ ზარალის გაცილებით, კი, გაცილებით. ნუ მინიმუმ დატა დაკარგა. კი ბატონო. ბოლო-ბოლო და შემდეგი ჩემი კითხვა არის ზუსტად მონაცემთა დაცვა. მონაცემთა დაცვა. მონაცემთა დაცვასთან მაქვს ეგეთი მოსაზრება რა, მოკლედ რო თქვა რა. აი ამ მოსაზრებით ვიტყვი შეფასებას რა. დღეს მონაცემთა დაცვა ჩვენთან არის მთელი ინფრასტრუქტურის შექმნა, მერე რეზერვირება და მერე უკვე ამის საიმედოებაში განთავსება რა. შენ შემთხვევაში ჩვენთან არ არის ეს რეზერვირების და მონაცემთა ბაზის განთავსების პროცედურები, პროტოკოლები და ბევრი ბიზნესი არის იმედზე. დამოკიდებული და ამ შემთხვევაში იმედი სტრატეგია არ არის. იმედია და თუმცა აქტიურად არის პროგრესი რომ ახდენს ისევ და ისევ კანონმდებლობიდან გამომდინარე. მე ვფიქრობ აი ეგ უნდა დამემატებინა. მე ვფიქრობ რომ აი დააფორსირა ამ კანონმდებლობამ რა, იმიტომ რომ გარკვეულად უკვე შემოწმებებიც არის, უკვე გარკვეულწილად SMS-ებს აღარ ვიღებთ მინიმუმ მისტერიულად როგორც ვიღებდით. ცოტა წამოწია, თუმცა ბევრს მაინც ეს სტრატეგია იმედის დონეზე აქვს რომ მე გამიგია მომხმარებლებისგან ესეთი ისაა რომ საკმაოდ ისეთი მომხმარებლებისგან არ არის საკმაოდ შემოსავლიანი და ბრუნვიანი მომხმარებლები და ჩვენ ვის რაში ვაინტერესებთ. საბოლოო ჯამში მართლა გამიგია, აი ვის რაში ვაინტერესებთ მე. არა სამიზნეში დიდი ალბათობით ზუსტად ეს კომპანიები არიან რა, იმიტომ რომ დიდი კომპანიას გაცილებით ძლიერად აქვს დაცული თავის უსაფრთხოება და დატა. კი. და აქ რა მომენტი არის, იცი? აქაც თვითონ ბიზნესის მფლობელებს აქვს ისეთი შაბეჭდილება, რომ ამას ზის ადამიანი და ადამიანი ირჩევს კონკრეტულ კომპანიას და მერე მაგას თავდასხმას უწევს. თუმცა საერთოდ არ არის ესე მოწყობილი, არის ბოტები, რომელიც გიჟივით ასკანერებენ, ქსელს და თუ სადმე ნახეს რაღაცა თირკა გაზრომა, მილიონობით ოპერაციას აკეთებენ. ეხლა კიდე AI ეხმარება ამ ყველაფერში. ეხლა კიდე AI და უფრო საშიში გახდა ეს ყველაფერი და ამიტომ არის რაღაცა ადამიანი, ვინც კონკრეტულად ეძებს რაღაცა კომპანიებს, აბა რომელი გავარტყა. იქ ტელეფონში იქნება გარღვევა, იქ რა ქვია იმეილის სისტემაში იქნება გარღვევა, იქ რა ქვია კომპიუტერი იქნება დაკრეკელი და მანდ იქნება გარღვევა. არის რაღაცა მომენტები, რასაც მე ვთვლი რომ მეტი ცნობიერებიდან გამომდინარე ბიზნესი უფრო რეაგირებას მოახდენს, ვიდრე თუმცა მზად არის ჩვენ ბიზნესი რაღაც თუ სწორად რა ახსნის შემთხვევაში რაღაცა სწორი რეაგირები მოახდინოს რა. აი მაშინ აქვე დაგისვა კითხვას რა. აი ისეთი ერთი რაღაცა ან რეკომენდაცია ან რჩევა, რომელიც შეგიძლია შენ ახლა მისცე ჩვენს აუდიტორიას კომპანიებს, ხო? რაღაცა ისეთი ერთი რჩევა, რომელიც მოუგვარებს რეალურად ძალიან დიდ პრობლემას, რომელიც დაკავშირებული არის, რა თქმა უნდა, ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან. ჩემი რჩევა იქნებოდა პირველი ბიზნესისთვის და დარეკეთ IT ტექში დღეს. გადაწყვეტილების მიღებ პირებისთვის რომ პირველ რიგში რომ IT და ინფრასტრუქტურას არ უნდა შეხედოს როგორც ხარჯი. ეს არის პირველ რიგში სტრატეგია, დღეს IT სტრატეგია არის, უსაფრთხოება არის და უწყვეტობა არის. სამ სიტყვაში რო ჩამოვაყალიბოთ. მეორეში რომ მეორე არის რომ პატარა შედარებით საშუალო ბიზნესები ფიქრობენ, ჯერ არ მჭირდება, თუმცა აქ ერთი მომენტი არის რომ IT ინფრასტრუქტურის შექმნა არ არის მარტო სერვერი ვიყიდოთ, ქსელი ვიყიდოთ ან რაღაცა დავხსელოთ და ეგ არის. Windows-ი ვიყიდოთ ან ნებისმიერ რაღაც არ არის რა. ეს არის კულტურის ჩამოყალიბებაც არის. ძალიან მნიშვნელოვანი რომ კულტურა იყოს ჩამოყალიბებული იქა წვდომები იყოს, პოლიტიკა იყოს ჩამოყალიბებული. ამ შემთხვევაში საშუალო ბიზნესს ეს ყველაფერი უფრო ადვილიც არის და იაფიც არის შესაბამისად. და უკვე კომპანია რო გაიზრდება, ეს პოლიტიკა მიყვება, იხვეწება. და ესეთი კომპანიებისთვის გაქვთ თქვენ გადაწყვეტილებები, რომელიც ცოტა ბიუჯეტური. კი, ჩვენ აუცილებლად აუცილებლად შევდივართ პოლიტიკას ვაყალიბებთ. ჩვენ არ შევდივართ აუცილებლად კომპანიებში და არ ვაფრთხილებთ ხელშეკრულებას, ნებისმიერთან, ვინც მოვა და გვეუბნება რომ გთხოვთ აუთსორსი გაგვიწიეთ. კი ბატონო, ვიწყებთ მოლაპარაკებებს, მე რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს, ამ კომპანიებთან, ხო, გინდ უსაფრთხოებაზე, გინდ ნებისმიერ თანხის გაზრომაზე, ხო, რაღაცა არასანქცირებული მოხდეს. ჩვენ აუცილებლად ვუყალიბებთ სანამ ურთიერთობას დავიწყებთ პოლიტიკას, ვაძლევთ მიზეზებს
რომ აი ეს მიზეზი უნდა ეს პრობლემებს ეს მოსაგვარებელი არის ამ მიზეზების გამო და ამ შემთხვევაში ჩვენ შემოვიდეთ თქვენთან აუცორზე. ამ პირობებით. ანუ თუ ის რაღაცას არ აგვარებს და ანუ ჩვენ ვიცით რომ ანუ ყველა ვარიანტში ჩვენ გვექნება ამის პრობლემა, ჩვენ максимალურად ვცდილობთ რომ ანუ ესე იგი აიცოს არ ჭირდება ამ კომპანიას. გარანტიას იღებთ ბუნებრივია. რა თქმა უნდა ჩვენ გარანტი მაგიტომაც გვაქვს ეს მკაცრად ცოტა და აწყობილი ეს მიმართულება რომ ანუ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ელემენტარული რა ქვია SQL-ის ბაზა დაკრეკილი არ უნდა გქონდეს. ხო, ანუ როცა რამდენმა იცნო ახლა. ხო, ანუ ბევრს აკრეკილი. ხო, ანუ საკმაოდ ისეთ დიდ კომპანიებს აქვს დაკრეკილი SQL-ის ბაზები, რომ ანუ გაგიჟდები, ანუ და აი SQL-ის ბაზა ახლა მომხმარებლებს მსმენელებს ვახსნათ არის გული რა, ინფორმაციის გული, სადაც არის აი ჭიქა წყლისთვის არის ბაზა SQL-ის SQL. ფაქტიურად ყველაფერი. ამ შემთხვევაში ყველაფერი, სადაც ინახება ყველაფერი და ანუ ეს ყველაფერი, აი ეს ჭიქა არის გახრეთილი. ანუ წარმოგიდგენია ნებისმიერ დროს, ანუ ან დაყენებულია რაღაცა ონკანი და ჭიქა თუ გახრეთილია, ვის უნდა მიმართონ? ჩვენ რა თქმა უნდა. IT-ტექს. კი ბატონო, IT-ტექს და მომართონ. სამწუხაროდ მაგ ჭიქის ამოვსება არ შეგვიძლია, მაგრამ ახალი ჭიქა შეგვიძლია. გახრეთილია SQL-ი. მაგრამ ჯერ მაინც აუდიტი უნდა ჩაატაროთ. აუცილებლად აუდიტის ჩატარება. რამდენად დიდია ბზარია ნახრეთი. კი ბატონო, აუდიტის ჩატარება არის. ხმა აუდიტი არის, Excel-ის აუდიტი არის, ეროვნული აუდიტი არის, უბრალოდ ინფრასტრუქტურული აუდიტი, სადაც ანუ უბრალოდ იმას უყურებთ, რა ქვია, ინფრასტრუქტურის გარეშე ყველაფერს რა. ძალიან მაგრად მივდივართ რა და არ შემიძლია ტრადიციულად ბლიცი არ შემოგთავაზო. აგერ ვითამაშეთ კიდევაც, ეხლა ბლიცსაც შემოგთავაზებ. ამისთვის არ მომიზადები ხარ. IT ხარჯია თუ ინვესტიცია? ინვესტიცია აუცილებლად. Cloud თუ local? Cloud-ი თუ პატარა ბიზნესი არის, ხარჯები არის ნაკლები, რა თქმა უნდა, ლოკალი, რა თქმა უნდა, ბიზნესთან ერთად. რისკები? რისკი ფაქტურად არ არის. ფაქტურად არ არის, ანუ cloud-ზე რისკები გააჩნია ახლა, ანუ ვიღაცას თუ პადვარშია გაკეთებული და მან დაკეთებ, ანუ ეგ უკვე იმის რისკები არის. არის cloud გადაწყვეტილებები და cloud პროვაიდერები, რომლის პატრონები ჩვენ ვართ ხოთაშორის. გინდა Microsoft-ი, გინდა Amazon-ზე შეგვიძლია, ანუ შევთავაზოთ. პარტნიორები ხართ. ანუ რესეილერები ვართ. ხო, პარტნიორები ვართ. განათავს უნდა ვაფშე პრობლემოდ. ვახდინონ ის, ანუ ეს უკვე როგორია, ეს ბიზნესის მიდგომიდანაც არის გამომდინარე, რომ ანუ რა ურჩევნია ბიზნეს ხარჯი იყოს თუ უბრალოდ ინვესტიცია რა. მეც ვფიქრობ, რომ ეს არის ინვესტიცია და cloud გადაწყვეტილება დღეს ერთ-ერთი, რავი, ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებები არის. მნიშვნელოვანი არის, კი, მაგრამ ჩვენთან შემოდის ხოთაშორის კულტურა და ანუ ძალიან აქტიურად გაცილებით ბიუჯეტურია, ვიდრე საკუთარი local, ასე ვთქვათ, სერვერები აწყო. შეიძლება ბიზნესმა ერთი ინვესტიციით მოუწიოს დახარჯვა cloud-ის ღირებულება, რომელიც ეყოს რამოდენიმე წელიწადი და ანუ ეგ უკვე ფინანსებზე არის დამოკიდებული. კი ბატონო. გავაგრძელეთ. Windows თუ Mac-ი? მე პირადად Mac-ი მირჩევნია და ანუ ვთვლი რომ ანუ რაღაცა გარემოებები რო არა, Mac-ი უფრო პირველ ადგილზე იქნებოდა ვიდრე Windows-ი. რა ვიცი, მე ყველაფერს მირჩევნია. ნუ ალბათ ჯერ საფასო პოლიტიკასაც უნდა გადახედო. ჩემი აზრით. საფასო პოლიტიკა Mac სისტემებზე არის საუბარი ახლა, ხო? თუ პირადად მოწყობილებაზე. როგორც გინდა ესე გაიგე. ზოგადად Mac-ი. ანუ მე ძალიან შეყვარებული ვარ Mac-ზე მიუხედავად იმისა, რომ ანუ 20 წელი, 25 წელი ვიჯექი Windows-ზე და ანუ აი მე ჯერ ვერ გადავედი და ვერ შემიყვარდა, მოკლედ ვერა და ვერ გადავეწყე. ჯერ Android-ი უნდა გადაიყვარო. ჯერ ტელეფონით სადი და მე უკვე სხვა დანარჩენები გადაერთე და აუცილებლად გადახვალ, როცა თლიან ისეთ ეკოსისტემას გთავაზობს, შეკრულს რა, Mac-ი მე ძალიან მომწონს. Backup თუ ანტივირუსი? ორივე. ვაფშე სხვადასხვა ანუ დავაბექაპო ხოლმე თუ ანტივირუსის იმედზე ვიყო. ორივე საჭირო არის რა ამ შემთხვევაში, აუცილებლად რომ საჭირო არის, აი სხვა. ფანტასტიკური პასუხი. ბექაპი სხვადასხვა ბექაპზე მაქვს ხოლმე ერთ ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე შემთხვევა რომ ანუ ბექაპი აქვს კომპანია რაღაცა რამ კომპანიას გაკეთებული და ის ბექაპის დისკის ერთ სერვერზე ვიყავს. ხელმისაწვდომ ადგილას ყველას. ხშირად ხდება ხოლმე რომ ანუ იქვე აქვს ჩამოდებული ის ბექაპის ფაილი, თუმცა წესი და ინსტრუქციით ანუ ბექაპი აუცილებლად უნდა იყოს სხვაგან გატანილი რომ ანუ რაღაცა ფიზიკური რაღაცა რომ მოხდეს
იქვე არაფერი არა, ელემენტარული ხანძარი მოხდეს, ხოდასღული არა ვართ. სადღაც იყოს ეს ბექაპი, სად არის და ჩამოდებულია იქვე დისკზე ან ყველაზე ცუდი იქვე სერვერში არის გაშენებული ბექაპ სისტემა და აი იჩკის ჩასასმელად რომ ანუ შესრულებულია გაკეთებული. ხო, ყველაზე ცუდი პაროლი რაც გინახავს, შენ ახლა იმხელა გამოცდილება გაქვს რომ ყველაზე ცუდი პაროლი ცენზურა დავიწვათ. ყველაზე ცუდი პაროლი ყველაზე password ალბათ. Password. კი, ბევრი აყენებს passwords 1 და 8-მდე. ჩვენთან კაფეების ნახევარზე მეჩი რო შეხვიდე 1 და 8-მდე ნებისმიერ ინტერნეტს დავუკავშირდები Wi-Fi-ის. 1 და 6-მდე 1 და 8-მდე რა გააჩნია როგორ მოღამზე იყო დაწერისას. და admin. ყველაზე დაუცველი ინდუსტრია საქართველოში. ყველაზე დაუცველი ინდუსტრია საქართველოში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით? კი. ყველაზე დაუცველი ჩვენთან სავარაუდოდ არის დამწყები ჰაკერები რო შეახწევენ და აუტეხავენ. რენდომ არის რა, ანუ იცი რა არის ხა ზოგადად ისეთ ინდუსტრიაში არის ხოლმე ვიღაცები დაუცველი რომ მიკვის ხოლმე. თუმცა მე მასას გულისხმობ, ხო აი რაც ყველაზე ხშირად ხდება და ნუ ამით არ გავანაწყენებთ პირიქით ჩემი აზრით სტიმულია ამ ინდუსტრიებისთვის. ანუ ალბათ ყველაზე უფულო ინდუსტრია რომელიც არის ყველაზე დაუცველია. მოდი მაშინ მივანდოთ აუდიტორიას და თავად გადაწყვეტეთ ვინ არის. ხო ანუ ეს ახლა ვერ ვიხსენებ, ანუ ყველაზე დაუცველი იქ ანუ ძალიან ისეთი არის რა. IT outsourcing-ი თუ შიდა გუნდი? IT outsourcing-ი დაწყებისთვის აუცილებლად მცირე ბიზნესისთვის შიდა გუნდი გააჩნია ოპერაციების სირთულეს, ანუ ძალიან ეფექტური არის შიდა გუნდის, ანუ ეს არ გამორიცხავს რომ IT outsourcing. თუმცა ჰიბრიდული მოდელი არის ძალიან ეფექტური. ჰიბრიდული მოდელიც არის კი, ანუ ინფრასტრუქტურა outsource-ზე, ძირითადად ინფრასტრუქტურა გადის outsource-ზე, იმიტომ რომ ანუ ძალიან ძვირიანი მომსახურება არის კადრები შესანახი და ქვევით რჩება support-ი, ანუ Windows-ი გადააყენე, პრინტერი გამეჭედა, კლავიატურა შემოიერთე, გამომიერთე, ანუ ამ შემთხვევაში ეფექტურობა კი. ავთანდილ ერთი რჩევა საქართველოს ბიზნესისთვის. ერთი რჩევა საქართველოს ბიზნესისთვის. უფრო ტექნოლოგიები უნდა იყვნენ. ბევრი ბიზნესი უნდა იყოს უფრო ტექნოლოგიური, რაც რა თქმა უნდა ათავისუფლებს ადამიანურ რესურსს. ან სრულად ათავისუფლებს, ან უბრალოდ უიოლებს მას ამ იმას. თანამშრომელს უიოლებს ძალიან საქმეს რა. ძალიან ბევრ სეგმენტს. როგორ მოგეწონა ახლა დღევანდელი პოდკასტი? შესანიშნავი იყო. მე ძალიან მოგეწონა, ხალისე ძალიან საინტერესო თემები გავიარეთ და რას დავასვენით რა. როდესაც ყველაფერი მუშაობს, IT უხილავია. რა თქმა უნდა, ზოგადად ინფრასტრუქტურა უხილავი არის, სანამ პრობლემა არ არის და როგორც კი IT ჩერდება, მაშინ ჩერდება ბიზნესიც რა და არ გავაჩეროთ ბიზნესი, არ გავაჩეროთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელსაც და რადიომსმენელსაც, რომ ჩვენი პროექტი კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, პარტნიორით გაიზარდა. ეს არის IT კომპანია IT Tech-ი. დღეს ჩვენი სტუმარი იყო, ჯერჯერობით სტუმრის როლში იყო დამფუძნებელი ამ კომპანიის ავთანდილ ცაგარეიშვილი, რომელთან ერთადაც ჩვენ კიდევ მომავალში გავაკეთებთ რამოდენიმე პოდკასტს, რომელიც დაეთმობა ზუსტად IT ტექნოლოგიებს და ზოგადად ტექნოლოგიებს. შეგვიძლია დავარქვათ IT Tech-ს, როგორც ჩვენი ტექნოლოგიური პარტნიორი. მოკლედ, ავთო, ძალიან დიდი მადლობა შენ. მადლობა პირიქით. მადლობა ჩვენს მაყურებელს და რადიომსმენელს. მე უკვე დაგემშვიდობებით ხუთშაბათამდე ძალიან საინტერესო თემა გვექნება. ამიტომ მადლობა რომ გვიყურებთ.